არის menstrualuri ციკლი? უკვე დაახლოებით 9 წლის გოგონებს ძალიან ხშირად ხვდებით, რომ ეწყება ციკლი. რა კავშირშია menstrualuri ციკლი კუჭის შეტევასთან? კონტრაცეფცია და თამბაქო ერთად წარმოუდგენელია. გამორიცხული. აი menstrualur ჭიქაზე მინდა გკითხოთ. აბსოლუტურად შეუძლიათ უპრობლემოდ ქალიშვილმაც გამოიყენოს. რამდენი ხანი ინახება ეს კვერცხუჯრა? 52 წლის ქალბატონი აჩენს ბავშვს, რომელიც 62 წლის იქნება 10 წლის ბავშვი რო ეყოლება. ყველაფერს თავის დრო აქვს. აუცილებელია თუ არა მამაკაცის სპერმის მოხვედრა ქალის ორგანიზმში? ნამდვილად სექსზე ფიქრის თავიც აღარ აქვს ემოციურად. მე არც მქონდა გაგებული რომ მამაკაცებიც ისრებოდნენ. კლიმაქსური პერიოდი, მენოპაუზა, ძალიან დიდი ცვლილებები ხდება ქალის ორგანიზმში, ძალიან დიდი დისკომფორტია. თავარი არის ძვლები ჩვენ ასაკში, ხო? რომ სხვისი დასახმარებლები არ გავხდეთ ცხოვრების მანძილზე. ბიუჯეტსაც ყოფილს უნდა გადახედოთ 21 საუკუნე ახლა ესე არ ხდება. რითანხებთან არის დაკავშირებული ეს ყველა? მე კი არ ვაშინებ ამ ხალხს, მაგრამ რაღაცა მომზადებულებიც უნდა ვიყოთ ამ ყველაფრისთვის, ხო? ეპიზოდს წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Top Travel. ჩვენ გთავაზობთ მაღალი სერვისის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სივრცე გულახდილი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ჩემი პოდკასტი იწერება Podcast Point-ში და თუ თქვენს გსურთ თქვენი კონტენტის სივრცის შექმნა, უნდა მოხვიდეთ აქ. ეპიზოდის მხარდამჭერია ტურისტული კომპანია Top Travel, რომელიც გთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება. დღევანდელი ჩემი პოდკასტის თემაა ქალის ჯანმრთელობა, მისი სხეული, ჰორმონალური ბალანსი და სექსუალური ცხოვრება. ჩემი დღევანდელი სტუმარია ექიმი, გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგი თათია ტუღუში. გამარჯობა თათია, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარი. გამარჯობა ანა. მეც ძალიან მიხარია რომ ვარ თქვენთან დღეს და ძალიან მიხარია რომ გაგიცანი და მოხდა ჩვენი შეხვედრა. ძალიან დიდი მადლობა და მე ძალიან მიხარია რომ გაგიცანით. თათია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ხართ თქვენს პლატფორმაზე, ყოველთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევებს გვიზიარებთ ქალბატონებისთვის და მე ვფიქრობ, რომ მამაკაცებისთვისაც არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს მოსმენა. მე პირადად ყოველთვის თვალს ვადევნებ თქვენს ყოველკვირეულ თემებს და ყველას ვურჩევ გულწრფელად, რომ მოგისმინონ. დიდი მადლობა. ძალიან მიხარია. დღეს მინდა ვისაუბროთ ქალის ჯანმრთელობაზე. მისი სხეული, ჰორმონალური ბალანსი და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა დავიწყოთ ქალის menstrualuri ციკლიდან. ასე ვთქვათ, ქალის ქალობა იწყება menstrualuri ციკლით. რა არის menstrualuri ციკლი და რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში? menstrualuri ციკლი იწყება საერთოდ უმეტესად 11-12 წლის ასაკში. ეხლა ამ ბოლო დროს ხდება ყველაფერი იცვლება ბუნებაშიც და დროთა განმავლობაშიც, არც ეხლა უფრო მოხშირდა 9 წლის ასაკშიც კი, მაგრამ ეს უკვე აღარ ითვლება პათოლოგიად. ადრე იყო რაღაცა ესეთი სტერეოტიპი, რომ აუცილებლად უნდა დაწყებულიყო 11 წლის ასაკში, მაგრამ ეს დღეს ესე აღარ არის. უკვე დაახლოებით 9 წლის გოგონებს ძალიან ხშირად ხვდებით, რომ ეწყება ციკლი. ეს ძალიან ნორმალურია. ამიტომ მე რამოდენიმეჯერ მქონდა ტელევიზიებშიც გამოსვლა, სხვათა შორის სოციქსელში ჯერ ამ საკითხზე არ მილაპარაკია ჩემ პოდკასტებში და არც რჩევებში, მაგრამ ძალიან კარგი რამ გამახსენეთ, რომ ძალიან ბევრი მშობელი ამაზე არის ხოლმე ძალიან აღელვებული და სხვათა შორის ბევრი ექიმი რატომღაც თვლის, რომ 9 წლისთვის, ეს ესე არ არის. უკვე მიღებულია ნორმად და სასურველია, რომ ამ ბავშვებმაც დავის დროზე, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ სკოლაშიც უნდა იყოს აუცილებლად მარტო დედას, ხო, მომზადება. აუცილებლად სკოლის ასაკიდან კი არა, რაღაცა გარკვეული ეტაპები ჯერ ბაღის ასაკიდანაც კი უნდა იყოს. ბავშვმა თავის რაღაც გოგონებსაც და ბიჭებსაც უნდა ჩაუტარდეს რაღაცა გარკვეული ინსტრუქტაჟი, ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემები როგორც ვიცით ჩვენ და უამრავი პათოლოგიური რაღაცა არის ესეთი გადახრები, როგორც ხდება ბავშვებთან მიმართებაში, ხდება ხოლმე ზუსტად ბაღის ასაკის ბავშვებთან და განსაკუთრებით უკვე ეს 9-8
6 წლის გოგონებთან. ასე რომ დედებს ზოგჯერ უჭირთ ამ საკითხზე, ძალიან ხშირად გამიგია, რომ აი როგორ აუხსნა ბავშვს, ხო, ეს ძალიან მარტივია ჩემი აზრით, რადგან მე შეიძლება ექიმი რომ არ იმიტომ, მაგრამ სასურველია, რომ სკოლაში მაინც უკვე ადრეულ ასაკში ბავშვმა იცოდეს და გაუკუღმა ისინი ჩვენზე მეც იგებენ. კი, ძალიან კარგად მესმის, მაგრამ შეიძლება არასწორი ინფორმაცია გაიგონ სოციალურ აბსოლუტურად და რო გაირკვეს რა სწორია და რა არა, ამიტომ მე ძალიან მიმაჩნია ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რომ დაინერგოს სკოლებში სადრეულ ასაკში, რომ თუნდაც გოგონებს ოღონდ ცალკე ჩაუტარდეთ, ჯერჯერობით თავიდან ეს ჯობია, ნუ ეს უკვე უნდა ალბათ ფსიქოლოგებმაც გადაწყვიტონ როგორ ჯობია და უნდა იცოდეს გოგონამ როდის რა ხდება და შემდეგ უკვე უფრო მარტივად ხდება და ჯერ ისედაც ნერვიულობს ყველა ბავშვი, როდესაც ამ პერიოდს და განსაკუთრებით თუ რაიმე ისე არ იცის და ნუ ძალიან კარგია თუ ან დედა ან ექიმი ან მასწავლებელი და ეს სპეციალური რაღაც დარგი იყოს ესეთი სკოლებში. რაც შეეხება აი ესეც გინეკოლოგთან მიმყავხარ რამოდენიმეჯერ რამოდენიმე პოდკასტში აღნიშნე კიდევაც რომ ნუ ეტყვით ბავშვებს ესე რომ კონკრეტულად ჯერთი ამ დასაკში არაფერი საჭიროებას არ მოითხოვს თუ რამე ისეთი კლინიკური გამოვლინება არ აქვს რომ გინეკოლოგთან სრულიად წამომყევით ექიმთან მას აბსოლუტურად არ სჭირდება დაკვალიანება და მე როდესაც ჩემთან მოდიან იქ უკვე ნელ-ნელა რაღაცნაირად შეკითხვებს უსმევ რაღაცა თვითონ პასუხობს ვაინტერესებ იქ უამრავი ისინი მაქვს თვალსაჩინო რაღაც მულიაჟებიც მაქვს ისინის და ვანახებ რა როგორ და ნელ-ნელა ვალაპარაკებ რომ მე ვკითხო რაღაცა თქვა რაც დედას აინტერესებს იმ ასაკში მაგას თვითონ არაფერი არ აინტერესებს 9 წლის გოგონას ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ლამაზად და სწორე მიეწოდოს თავის დროზე აი ამ საწყისში აი როცა ქალობა იწყება მართლა და ეს ყველაზე ისეთი რთული პერიოდი რომ ძალიან შვიდად და წყნარად გავაცნოთ ეს საკითხი და ნუ რა თქმა უნდა მე რომ თავიდან არეულია ციკლები და ეს არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს ესე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგიერთი პანიკაში იქ ექიმიც დაუყვავებს და არ დაამშვიდებს დედას რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია პირველი 6 თვის და 1 წლის მანძილზეც არეული ციკლები და არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს და თუ ეხლა ამან სისტემატური ხასიათი მიიღო შეიძლება ერთხელ თქვა მოიყვანოთ და ნახოთ ეს ბავშვი ეხოსკოპიურად რაიმე პრობლემა არ იყოს და რაც შეეხება რომ აუცილებლად გადაცდენებს, ნუ ეს ამაში შედის ციკლის არევა და ამავე დროს არ უნდა იყოს არანაირად ამ საკითხზე რომ აი დაიწეროს ბავშვმა და ესეთი ვალდებულებები მისცეთ არ არის საჭირო რა რომ აი ესე ამაზე იფიქროს და დაიძაბოს და ანერვიულოთ ამ საკითხზე. ხო, რაც უფრო გვიან ჩამოყალიბდება არც ეგ არის ცუდი. ძალიან ხშირად არის მენსტრუალური ციკლის დროს გაუსაძლესი ტკივილი. მაინტერესებს არის თუ არა ეს ნორმა უნდა მივიღოთ თუ არა ტკივილგამაყუჩებელი. გაჩნია რომელ ასაკზე მეუბნებით. ისე ყველა ასაკს რა თქმა უნდა ტკივილგამაყუჩებელი ჭირდება, მაგრამ მენსტრუალური ციკლის დროს, ჩამოყალიბების დროს იქ კიდე ცოტა სხვანაირი ტკივილები. აი თუნდაც მერეც და მარტო მუცლის ტკივილზე არ მაქვს საუბარი, ბევრი გოგოსგან გამიგია კუჭის შეტევებიც ემართება. აი რა კავშირშია მენსტრუალური ციკლი კუჭის შეტევასთან? ამ დროს გამოიყოფა სპეციალური ნივთიერებები, პროსტაგლანდინები, რომელიც იწვევს ძლიერ შეკუმშვას კუნთოვანი შრის და შესაბამისად კუჭშიც არის იგივე კუნთოვანი შრე, როგორიც არის საშუალო და ამიტომ ხდება ძლიერი შეკუმშვა და ის გრძნობს კუჭს. ალბათ ნერვიული დაბოლოებებით. პროსტაგლანდინები მოქმედებს და იწვევს სპაზმს. შესაბამისად ეს ხდება, ეს იწვევს გარკვეულ ტკივილებს. აუცილებლად ტკივილგამაყუჩებელი არსებობს უკვე სხვადასხვანაირი ტკივილგამაყუჩებელი, ყოველ შემთხვევაში ჩემთან მიცდადი აგინე პატარა თინეიჯერობიდან იმათმა ზეპირად იციან და სულ ვასწავლი ხოლმე აი სკოლაშიც ატარეთ ეს ტკივილგამაყუჩებელი და ამ დროს არის ხოლმე ამავე დროს ძლიერი მეტეორიზმი, ანუ დიდი რაოდენობით გაზები წარმოიქმნება. ესეც თავის მხრივ უწყობს ხელს და მეტეორიზმის საწინააღმდეგო კაფსულებსაც ვურჩევ, რომ დალიონ პერორალურად, ანუ მიიღონ და ასევე შეუძლიათ ტკივილგამაყუჩებელი. ესენი ერთობლივად ძალიან კარგად მუშაობენ. ანუ გაზების საწინააღმდეგო პრეპარატი და ტკივილგამაყუჩებელი. თუ არ რა თქმა უნდა, ძლიერი ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკურად, ანუ შობლისგან, შეიძლება განპირობებული აუცილებლად ეხოსკოპია ამ დროს ულტრაბგერითი გამოკვლევა გინეკოლოგთან, ანუ მისვლაც და გამოკვლევა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, რომ ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი პრედმენსტრუალური სინდრომი, გამოწვეული თქვა აი ამ ზუსტად ამ პროსტაგლანდინების გამოყოფით, თუ ეს არის არსებული კიდე სხვა პათოლოგია, როგორც ენდომეტრიოზია მაგალითად. ეს რომ გამოვრიცხოთ, რომ ნამდვილად ენდომეტრიოზული კისტა არ არის იქ. და რომ თუ არის, დავაკვირდეთ, იზრდება, არ იზრდება და ასე შემდეგ.
თუ ეს არაფერი არ არის, მაშინ ჩაულებრივად ფიზიოლოგიურია ტკივილი. ფიზიოლოგიური არის, მაგრამ არ უნდა მე არამტანი ადამიანი ვარ. რატომ უნდა ავიტანო, როცა შემიძლია რომ გავიყუჩო და ამიტომ და არის კიდევ შეიძლება ესე იგი ესეთ ტკივილებს უმეტესად კიდევ იწვევს გარკვეული ჰორმონალური ბალანსის და დისბალანსიც ორივე. ასე რომ შეგვიძლია რომ მივიღოთ ჰორმონალური ეს კონტრაცეფცია, ორალური კონტრაცეფცია, თუნდაც ჩვენ არ გვინდოდეს ვთქვათ კონტრაცეფციული ეფექტის თვალსაზრისით, ამ დროს საკვერცხე გამორთულია და ტკივილებით შემცირებულია. ანუ საკვერცხე როდესაც არ მუშაობს, შესაბამისად ტკივილიც ნაკლებია, ის პროსტაგლანდინებიც ნაკლები გამოიყოფა. და არაფერს არ აზიანებს ეს ჰორმონი ჩვენს ორგანიზმში. კიდე ერთხელ ვახსენებ, თითქმის ყველა ჩემ რჩევებში ვამბობ, რომ გამორიცხულია არც დამელაპარაკოს, არც ერთი ასაკის ქალი ჰორმონალურ თერაპიაზეც და კონტრაცეფციაზეც, რომელიც თამბაქოს მომხმარებელია, იმიტომ რომ ახალგაზრდა ასაკშიც იწვევს ურთულეს პრობლემებს, გარკვეული გვერდითი მოვლენები აქვს მას, ასე რომ ტრომბის წარმოქმნის რისკი იზრდება და კარდიოვასკულარული. ნუ შეიძლება ის ახალგაზრდაა და 25-30 წლამდე ხა ისეთ რისკში არ დგას, როგორც ვთქვათ, 45 წლის ზემოთ ქალბატონი, მაგრამ კონტრაცეფცია და თამბაქო ერთად წარმოუდგენელია. გამორიცხულია. ანუ აირჩიოს, ან უნდა ტკივილიანი ციკლები კონდეს, ან მიიღოს კონტრაცეფცია და თამბაქოს მე გამორიცხულია და შეუძლია სხვა ექიმს მიაკითხოს, რომელიც თავის თავზე აიღებს ამ პასუხისგებლობას. გასაგებია. აი მენსტრუალურ ჭიქაზეც მინდა კითხოთ, რამდენად უსაფრთხოა აბსოლუტურად. და რამდენად ჰიგიენურია. ხო, აი ეგ კარგად უნდა დაბანილი ხელით, ყველაფერი უნდა ჰიგიენური ნორმების დაცვა არის ამ დროს აუცილებელი და დანარჩენი თუ მას უფრო ეკომფორტულება და მისთვის ეს უფრო კომფორტულია, გადასარევია. ხო, ასევე ტამპონის გამოყენება, ხო, არის რომელიც ფიქრობენ რომ ქალიშვილმა არ შეიძლება და როგორ არ შეიძლება ქალიშვილმაც რა თქმა უნდა და უბრალოდ ყველანაირი ჰიგიენური წესები რამე სპეციალური ტამპონი ხო არ არსებობს რომ ვურჩიოთ პატარა შეუძლია უპრობლემოდ გაიკეთოს უპრობლემოდ ეს ძალიან ბევრი ქალიშვილის პრობლემაა კი ახლა ეგ მეორე საკითხია მაგრამ ეს დამშობლები რომ ეკითხებიან განსაკუთრებით საკმაოდ მოზრდილ გოგონებზე ამაზე საერთოდ ვერ ვიგებ ანუ აბსოლუტურად შეუძლიათ უპრობლემოდ ქალიშვილმაც გამოიყენოს ტამპონი უპრობლემოდ ძალიან საინტერესოა თათია ქალის ჰორმონალური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია აი რა სიმპტომებია ის რაც არ უნდა დავაიგნოროთ მოდი იქიდან დავიწყოთ ჯერ პირველ რიგში და თინეიჯერულ პერიოდის მერე უკვე მოდის 20 წლის ასაკიდან, როდესაც შეგვიძლია უკვე პარტნიორი წევს ქალბატონ გოგონებს, ბევრ გოგონას ჯერ არ აპირებს თქვათ ორსულობას და შვილის გაჩენას, აქედან დავიწყოთ, ამიტომ მას შეუძლია თავისუფლად მივიდეს ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ გინეკოლოგის დანიშნულებით მიიღოს გარკვეული მცირე გამოკვლევების არც თუ ისე ბევრის, აუცილებლად უნდა მივიღოთ კონტრაცეფციას ვურჩევ აუცილებლად ამ პერიოდში, მაგრამ კონტრაცეფციის მიღებამდე აუცილებლად ეს ბალანსსაც არეგულირებს, ჰორმონალურ დისბალანსს არეგულირებს, თმიანობის საწინააღმდეგოა, აკნეს საწინააღმდეგოა, პლუს ცისტების, აი რეტენციული ცისტები თუ გაგიგიათ, რომელიც ასევე ძალიან ხშირად ამ ასაკში, როცა ქალი რეპროდუქციის ასაკში ხშირად წარმოიქმნება ეს კისტები და თავისით ქრებიან ხან ცისტას ვამბობ, ხან კისტას მაპატიეთ, იმიტომ რომ ცისტა არის ქართულად და კისტა რუსულად, მაგრამ ეს მაგაზე არ არის, უკვე კისტაც ძალიან ხშირად იხმარება ქართულ იმაშიც მე მგონი, ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ამერია ბოდიშს გიხდით, მოკლედ რეტენციული ცისტები წარმოიქმნება მე 2-3 ციკლის მერე ქრება, არანაირი საშუალება, მაგრამ ზოგჯერ ცოტა დიდი ზომის არის, აი ყვითელი სხეული არის ესეთი, რომელიც არის ფიზიოლოგიური. მაგრამ ზოგჯერ ცოტა დიდი ზომის რო არის, მას ახასიათებს ხოლმე შემოგრეხვა საკვერცხეს, ანუ ის რო ძალიან დიდი ზომის კისტა შეიცავს, ამ კისტას ახასიათებს შეუძლია რომ საკვერცხე შემოგრეხოს თავისივე თავის გარშემო, ასე რომ თქვა და გამოიწვიოს მან ნუ დაირღვეს მისი საკვერცხის თლიანობა, გასკვნომა გამოიწვიოს, ამიტომ ეს რო არ მოხდეს, ამის პრევენციაც არის ჰორმონალური თერაპია. ნუ რა ვთქვით, რომ საკვერცხე ამ დროს არ მუშაობს, დროებით გამორთულია და არანაირი მასმავლებლობა არ ახასიათებს, არანაირი ისეთი გვერდითი ეფექტები, გარდა არ უნდა იყოს ტამბაქოს მომხმარებელი და შეუძლია ხანგრძლივად მიიღოს. ესე იგი, გვიცავს ცისკისტების წარმოქმნისკენ, ნორმალური რეგულარულ ციკლს აღადგენს, ზუსტად იცის პაციენტმა როდის უნდა მოუვიდეს ციკლი, მას
შეუძლია თავისუფლად გადაწიოს და გადმოწიოს, როცა ის ორალურ კონტრაცეფციაზეა, მაგალითად ციკლის მოსვლის პერიოდი, ან ზღვაზე მიდის, ან გარკვეული დანიშნულების გამო. მაგის ყველას ეშინია გონია რომ რა ფორმოს იღებს ეს რაღაცას დაუზიანებს. აკნე სახის კანისთვის არის დღეს უკვე ისეთი ჰორმონალური თერაპიები, ის არის კონტრაცეფცია ჩამოყალისა შექმნილი, რომელიც ძალიან დაბალდოზირებულია და რეგულირებს სახის კანსაც, კანის ბალანსსაც, იქ წყლის და ამავე დროს, რაც ვთქვი, აკნეს საწინააღმდეგო და თმიანობის კიდე ერთი, რომელიც საქართველოშიც და საერთოდ კავკასიური ქალებიც ან მიდრეკილები არიან, როგორც ვიცით, ჩვენ ჭარბთმიანობისკენ და აკნესკენაც, ასე რომ ეს ესეთი კიდე დიდი პლუსია ჰორმონალური თერაპიის და ხშირად არის პოლიცისტოზური საკვერცხეებიც ახასიათებს კავკასიური წარმოშობის ქალებს და ეს ამის სამკურნალოთაც არის, მოკლედ ძალიან ბევრ რამეს შველის ეს კონტრაცეფცია ორალური, ტაბლეტირებული. ძალიან საინტერესოა. ხო, ოღონდ გარკვეული გამოკვლევა მინიმალური მაინც სჭირდებათ. ეს არის მკერდის შემოწმება, ფარის, სებრის ჯირკვლის ეხოსკოპიური შემოწმება, თვითონ სასქესო ორგანოების შემოწმება, საშვილოსნო საკვერცხეების და კიდე რამოდენიმე სისხლის ანალიზი. და ის ზოგადად რა გამოკვლევები უნდა გაიკეთოს ქალმა პერმანენტულად, რომ პრევენციისთვის ცილოს თავიდან რაღაც გართულებების შემდეგ. და ერთი კიდე რაც მინდოდა მნიშვნელოვანი, რახან ქალის ჯანმრთელობაზე ვლაპარაკოთ, დავამთავროთ მაშინ ამ რეპროდუქციული პერიოდის და მაგი აღნიშნო, რომ ზოგს არ უნდა ჯერ დაურსულება და არც ბავშვის ყოლა, არც პარტნიორი არ ყავს შესაძლებელისი, რომლისგანაც თქვა გააჩენს ბავშვს. და ბავშვის გაჩენა არ არის ხო ესე მარტივი თან დღესდღეობით, ამიტომ ყველა პაციენტმა იცის, რომ ვასწავლი, რომ უნდა შემოწმდეს საკვერცხის რეზერვი. აი მე ძალიან ბევრი ექიმისგან გამიგი ახალგაზრდა რა თუნდა მას აი რასაკიდან უნდა ანტიმიულერული ჰორმონის შემოწმება. აი ზოგჯერ ეხოსკოპიურად რო შეხედავ და უკვე საკვერცხეები აი თითქოს განლეულია, მწირია 25 წლის მინახია მე 25 წლის. დაიბადა, ანუ ჩვენ ხომ ვიბადებით, ანუ საკვერცხეებში ვიბადებით, ჩვენი რეზერვით, ანუ მთელი კვერცხუჯრედები უკვე მარაგით ვიბადებით. დაბადებისთანავე გვაქვს და მე ვხარჯავ მთელი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ შეიძლება ის თუ დაიბადა ცოტა მარაგით კვერცხუჯრედების, რა თქმა უნდა 23 წლისას უფრო ნაკლები ექნება, ვინც დაიბადა დიდი მარაგით, ხო? შესაბამისად მას განლევა უკვე საკვერცხეებს ეხოსკოპიურადაც თუ ეტყობა და იქ ცოტა პრიმორდიალური ჩვენ ესე ვეძღეთ საწყისი ფოლიკულები, მას ვუმოწმებ ანტიმიულერს, სანამ დავიწყებთ კონტრაცეფციას. თუ ვხედავ რომ ანტიმიულერი უკვე 2.2-ზე ნაკლებია, ამასაკის გოგოებს უფრო 2.5-ზე მაღლა უნდა ქონდეს რეპროდუქციის 35 წლამდე, ხო? მაშინ ვეუბნები, რომ მოდით ყოველ წელიწადს, ვინერვიულებთ ამ საკითხზე. თუ ვხედავთ, რომ არც პარტნიორი ყავს შესაძლებელისი, არც მეუღლე არის, მაშინ ხო, შევხედოთ, თუ ტენდენცია დაიწყო, რომ ყოველ ერთ წელიწადში კლებისკენ მიდის ანტიმიულერი და ჩვენ ეხოსკოპიურად ხედავთ, რომ ხო, სჯობია გავყინოთ, რომ მე არ გახდეს, აბა რომ მომადგებიან 40 წლის 42 წლის და კვერცხუჯრედი გავყინოთო, მაშინ ხომ უკვე აზრი აღარა აქვს, ანუ უკვე ანტიმიულერი ერთზე ნაკლებია, ერთზე ბევრად 0.0 რაღაცაა უკვე და ფაქტიურად რეზერვის, ანუ ის გიჩვენებს ხარისხსაც და რაოდენობასაც. პრაქტიკულად რომ გაყინო, შეიძლება იპოვო რაღაც და გაყინო, მაგრამ რო გამოალღობ, გამოგადგება კი. ამიტომ ნუ გადავდებთ ამ საკითხზეც და ზოგმა იცის, ვაიმე დავისტრესები. ნუ რა ვიცი, ახლა ჯობია თავიდან თან ხო ჩვენ ძალიან ემოციური ხალხი ვარ და ნუ ყველაფერს აგებენ და სახა ცივი გონებით უნდა მიუდგეთ ამათ, ხო? ზოგი პირიქით მეუბნება, საერთოდ შვილი არ მინდა. აი ამაზეც იმ დღეს დავხარჯეთ დაახლოებით ალბათ 1 საათამდე ერთ პაციენტზე, რომ ამეხსნა, რომ ანგელოზივით გოგო ხარ, რას ქვია, ამ წუთში არ გინდა, გასაგებია 25 წლის ხარ, ყავს მეგობარი გადასარევად ხარ, მაგრამ შეიძლება მოვიდეს დრო, არა, მე საერთოდ არ მინდა, child free ვარ, ანუ ბავშვი არ მინდა, ესე არ არის. ვეუბნები, რომ თუ მე მიჯერებ და მე მენდობი შენ და მანდ შენი თავი მე ვარ შენი გინეკოლოგი, მე დავაკვირდეთ, თუ ვხედავთ, რომ ანტიმიულერი კლებისკენ მიდის, გავყიდოთ ის კვერცხს, არ არის ეს კოლოსალურ თანხებთან, ნუ თან უკვე საქართველოში კეთდება მარტივია და თუ არ მოგინდება გაანადგურებ ამ კვერცხუჯრედებს, რაც იზავ და თუ მოგინდება, გამოიყენებ თავის დროზე. და რამდენი ხანი ინახება ეს კვერცხუჯრედი? ხანგრძლივად 10 წელი, 15. ანუ მეტი არა. იცით რა არის, ახლა მეტი, ახლა მე არ ვიცი და შეიძლება მეტიც, მაგრამ არ არის ახლა სასურველი, რა ვიცი, ბების ასაკში ხომ არ გააჩენს ბავშვს, ამიტომ თავის დროზე რომ ისი ძალიან არ გადადოს.
მეც არც ვეტყვი რომ ციყოს, იმიტომ რომ ძალიან არ გადავდოს მე შვილოსნობა. ანუ შვილოსნობასაც თავისი ასაკი აქვს, თუნდაც გაყინული იყოს კვერცხუჯრედი, ხო? მე ხო ბევრ ჩემ იმაშიც მითქვია რომ პოდკასტში რომ აქ ლიმიტი საქართველოში არ არის, მაგრამ ხა ყველაფერს ხო თავის დრო აქვს და აზრი არა ახლა მე არ მიმაჩნია რომ 52 წლის უპრიანი ეს ჩემი სუბიექტური აზრია და რომ 52 წლის ქალბატონი აჩენს ბავშვს რომელიც 62 წლის იქნება 10 წლის ბავშვი რო ეყოლება ნუ ყველაფერს ხა მე არ ვთვლი ჩემ თავს ხანდაზმულად და ძალიან ენერგიულად და შემიძლია ყველაფერი მაგრამ ჩემი შვილის დატოვებაც მიჭირს და რო წარმოვიდგენ აი ამასაკ კიდე იმის პასუხისგებლობა რომ ღამის თება ყველაფერს თავის დრო რა თქმა უნდა რა ვიცი აი მე ესე მიმაჩნია და ყველას თავის სიმართლე და თავის გზა აქვს ამ ცხოვრებაში ამიტომ მე ჩემ პაციენტებს ისე მომართავ რომ ძალიან უგადადებენ ამ შვილოსნობის პერიოდს როცა აპირებენ არის და აი ესეთი ენდომეტრიოზი ესეთი გინეკოლოგიური დაავადება რომელიც საერთოდ ვერ იტანს გადადებას შვილოსნობის და ყოველი წელი კიდე იწვევს კვერცხუჯრედის ხარისხის გაფუჭებას ასე რომ ამოთი თქმის ესე იგი 25 წლიდანაც შეიძლება გაიყინოს კვერცხუჯრედი. რა თქმა უნდა 25 ყველაზე კაი პერიოდია 30-32 წლამდე. აბა მე კარგავს ნელ-ნელა უკვე მაინც გინდა არ გინდა ის კვერცხუჯრედის ხარისხი ისეთი აღარ არის. გასაგებია. ხო. რადგანაც ქალის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ქალის სექსუალური ცხოვრება. რეალურად რა კავშირი აქვს ქალის ჯანმრთელობასა და მის სექსუალურ ცხოვრებას შორის? ქალის სექსუალური ცხოვრება ეს ძალიან ტაბუდადებული თემა იყო კომუნისტების დროს და მე იმ პერიოდის ბავშვი ვარ. პერიოდის ბავშვობა მქონდა, როდესაც ახლა ამაზე ესე ხმამაღლა და ღიად არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ უკვე ნელ-ნელა როცა მე უკვე ამერიკაში წავედი და ის პერიოდი უკვე არის მე როცა 24 წლის ვარ, კიდე ნელ-ნელა იყიდებს ფეხს, როცა უკვე შეიძლება ლაპარაკი. და უნდა ვისაუბროთ, ხო? ხო, რა თქმა უნდა, თუ არ ვისაუბრებ, ვერც გადაჭრი ვერანაირ პრობლემას. და ძალიან მიხარია, რომ ეხლა ნელ-ნელა კი არა, უკვე ნელ-ნელა უკვე ისე ეხდება ფარდა ბევრ რაღაცას. ნუ ცოტა რაღაცა მეც არ მომწონს, ეხლა ძალიან ყველაფერი ღიად, რაღაცა პრივატული უნდა დარჩეს და შენთვის და არ არის საჭირო ყველაფრის აფიშირება და ყველაფრის ფარდის ახსნა, მაგრამ როდესაც პრობლემა გაქვს და მოდიან ახლა 38 წლის ქალი რომ მოვა და მეტყვის რომ იცით რა მე ალბათ იმიტომ მაქვს უშვილობასთან საქმე იმიტომ რომ ორგაზმი არა მაქვს ნუ ჯერ ვიფიქრე ხარ მამოწმებს ანა მართლა დავიბენი რას მეკითხებოდა ვერ მივხვდი ანუ 38 წლის ასაკში ქალბატონმა არც თუ ისე გაუნათლებელმა როგორც მივხვდი მე ხომ წინასწარ ხო ველაპარაკები ვიგებ ვინ რომ არის ის რომ ორგაზმი და ბავშვის ყოლა ერთმანეთთან კავშირშია ხო და ნუ რა ვიცი ხა 18 წელია გათხოვილი ვარ რომ ეს ნუ მივხვდი რომ ჯერ პირველ რიგში აქ უნდა ჩამერთო აუცილებლად ჩემი კოლეგა არაჩვეულებრივი მე მყავს ჩემი მეგობარი რომელიც არაჩვეულებრივი სექსოპათოლოგია და მე ვთხარი მოდით მე ჩემ საქმეს მივხედავ მაგრამ მოდით ჩემმა მეგობარმა მაიამ თავის საქმეს თქვენ ჩაგიტაროთ და ამაზეც ძალიან იცით რა ახალი თაობა უფრო ძალიან კარგად მომყვება და მომწონს ეს თაობა განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ ძალიან რო ჩაიღიმებათ ხოლმე ძალიან მეცინება ხო ნუ აი ისეთ რაღაცაზე რომ საერთოდ სექსოპათოლოგის ხსენება განსაკუთრებით მამაკაცებს ბევრს. ხო, არის ახლა წვილი მყავდათ, ჩემდა გასაოცრად, ძალიან საინტერესოა, ეს კაცი უფრო ითხოვს ამ სექსოპათოლოგთან შეხვედრას, ვიდრე მეუღლე. მომწონს, ეს ძალიან ნორმალურია. ბავშვი გადასარევია, მაგრამ ახლა ბავშვის გარდა ხომ არის კიდე რაღაცა ჩვენს ცხოვრებაში, ხო? და ეს ძალიან საინტერესოა და სულ ვეუბნები, რომ თქვენ დაკვალიანდით თქვენ საქმეებზე, მე მივხედავ ჩვენ უშვილობის ნუ ჩამერევით. მე არაფერი არ დამავიწყდება, საკმაოდ კაი მახსოვრობა მაქვს, მაგრამ სექსუალური ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ბავშვთან არაფერი კავშირი არ აქვს, მაგრამ მაინც ჰარმონიული სექსი როა, ის დედმამაც ჰარმონიულად ცხოვრობენ, იმ ბავშვსაც სხვანაირად ზრდიან, ყველაფერს თავის ელფერი აქვს. და ალბათ ძალიან დიდი გავლენა აქვს ქალის ჰორმონალურ ჯანმრთელობაზე, ხო? რა თქმა უნდა, ამას ერთმანეთთან არაჩვეულებრივი კავშირია. ასევე აი ჰორმონალური თერაპია, როდესაც მენოპაუზაშიც გადავალთ ახლა ჩა, ხო? მე ვიძახე უფრო ახალ ჯერ კიდე შვილოსნობის ჯერ 38 წლამდე ვართ, ხო? ანუ ჯერ კიდე ბევრმა არ იცის, რომ შვილი და ორგაზმი, ანუ უშვილობა და ორგაზმი ერთმანეთთან ქალის
არაფერ კავშირში არ არის. Როგორნიათ ალბათ მამაკაცს როგორც თქვათ მოხდება სპერმის დანთხრების გარეშე არ ხდება თქვათ ბავშვის ემბრიონის ჩასახვა, ესე გონიათ. რამ უკვე ნელ-ნელა ვფიქრობ, რომ ჩემთან ვინც აღწევს, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ რაღაც კითხვები დაუსვა, რომ ელემენტარული მაინც წარმოდგენა გქონდეთ სექსზე, ხა ყველაფერში მე ვერ ჩავერევი. და რაც შეეხება მენოპაუზის პერიოდს, როგორც კი ესტროგენი ვარდება და იწყებს დაკლებას, ხო? იქ სურვილიც ლიბიდოზე ლაპარაკის ზედმეტია, იმიტომ რომ ხამე იმდენად უძილობაში არიან და უძილო არიან ეს ქალები ამ სხვადასხვა პრობლემებით, როგორიც არის ეს ალები, შეხურებები, მთელი ღამე ოფსში იღურებიან, უამრავ სითხეს კარგამენ, რომ დილას უკვე დაღლილები იღვიძებენ. ახლა ნამდვილად სექსზე ფიქრის თავიც აღარ აქვს ემოციურად და გორმონალურადაც ესტრადიოლი იკლებს საკმაოდ და როგორც კი ჰორმონალური თერაპიის ჩართვა არის, ეს უკვე არა ორალური კონტრაცეფცია, ეს არის უკვე ნატურალურის მსგავსი ჰორმონალური თერაპია. ის ანუ არ წარმოადგენს კონტრაცეფციას და განსაკუთრებით, როდესაც ნიშნავთ პერიმენოპაუზაში, ჯერ ქალი რომ არ არის სრულად მენოპაუზაში შესული და რო იციან ხოლმე ციკლი პერიოდულად მოგდის, პერიოდულად არა ორი თვე ჩაგდეს, ამას ქვია პერიმენოპაუზა. ამ პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰორმონალური თერაპიის დანიშნულება, ოღონდ სუვეონები რომ გაითვალისწინეთ, რომ ეს კონტრაცეფცია არ არის, რომ მე არ აღმოჩნდეთ სავალალო სიტუაციაში, რომ შეიძლება დაორსულდეთ. ეს მაგალითად არ გამოიყენება ჰორმონალური თერაპია უშვილობის სამკურნალოდ, მაგრამ როდესაც თქვენ იმას იღებთ, შეიძლება თავის დაუნებურად აღდგეს ჯაჭვი, აღადგინოს მან ტვინსა და საკვერცხეს შორის, მაგრამ ეს არ არის მკურნალობის მეთოდი. მიხვდით, უშვილობის ზოგი მეუნება, რომ აი რომ დავლიო და აღმიდგეს უშვილობა, ვისაც აწუხებს, არა. უბრალოდ ეს თავისთავად ხდება. თან ყველაფერში ხო ტვინია ჩართული. როდესაც არ ფიქრობ ამ საკითხზე, მეუნები რომ არ იყოთ ჩემი ჰორმონალური თერაპიის იმედზე, იმიტომ რომ ის არ არის კონტრაცეფცია და უცებ შეიძლება დაორსულდე და იყოს ანუ დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ორსულობაც კი პერიმენოპაუზის 45 წლამდე ასაკის ქალბატონებში და ის მისი დაწყებისთანავე ანუ ყველაფერი თითქოს წყობში დგება მაშინვე და თითქოს ყველაფრის სურვილიც ბრუნდება, ლიბიდოს და ასე შემდეგ. მამაკაცის სპერმა ახსენეთ და მაინტერესებს აუცილებელია თუ არა მამაკაცის სპერმის მოხვედრა ქალის ორგანიზმში მისი ჯანმრთელობისთვის. ძალიან ბევრ ქალს აინტერესებს ეს სიტყვა, მხოლოდ როცა ორსულობა იგეგმება მარტომაში. მაგრამ სპერმა საერთოდ ითვლება არის ესეთი მიმართული ის შეხედულებაც, რომ ეს არის გამომწვევი იმ ყელის საშუალოს ყელის დაზიანებები, როდესაც ხდება, ანუ ყელის კიბო და მის წინა პროცესებს ვისემართება ძალიან ხშირად, როდესაც მრავალი პარტნიორი ყავს, ანუ რომელიღაცა სპერმა იქიდან იყოს ზუსტად ონკოლოგიური, ესე იგი ონკოლოგიის გამომწვევი, ასე რომ ვთქვათ და ასე რომ ანუ პირიქით. რო გითხრათ, ახლა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რომ აუცილებლად ხო. პაპილომა ვირუსზე მინდა გითხოთ. პაპილომა ვირუსზე აუცილებლად ვილაპარაკე და კიდევ ერთხელ ვიტყვი. კი, ანუ მაინტერესებს ძირითადად მისი გართულება, ესეც სექსუალური გზით გადადის და პრევენცია. პირველი გადამტანები არიან მამაკაცები. და მე ჩემ რჩევებში ვერ ვთქვი და ეხა გამოვიყენებ ანაშენ იმას, უნდა შემდეგ იმაში მეთქვა, მაგრამ შენთან ვიტყვი და რომ მამაკაცები არიან მთავარი გადამტანები, რომ აუცილებლად ჩვენ და საბედნიერო დაიწყო უფასო პროგრამა საქართველოში 2025 წლის იანვრიდან რომ იცრებიან ვაქცინაცია მამაკაცებიც. ვაქცინაცია მანამდეც დაიწყო 4 კომპონენტიანი, ანუ 4 ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტი გამომწვევი, ყველაზე მეტი მაღალი რისკის არიან. ეხლა არის 9 კომპონენტიანი, ანუ 9 მაღალი რისკის გამომწვევ შეიცავს უნიკალური ვაქცინა და ბიჭებზეც დაიწყო უფასო. თორე ჯდებოდა დაახლოებით 1600 ლარის ფარგლებში ორი ვაქცინა. მე არ ვქონდა გაგებული რომ მამაკაცებიც იცრებოდნენ 11 წლიდან და ზოგი რო იკითხულობს ანუ ესე ადრე რა თქმა უნდა ადრე იმიტომ კი არა ზოგი მეკითხება ჯერ ხო სექსუალურ ცხოვრებას არ იწყებს ჩემი შვილი ყველაზე კარგი ფანჯარა ანუ იმუნიტეტის მხრივ რომელსაც შეუძლია ანტისხეულები ამ პაპილომა ვირუსის ავადობის წინააღმდეგ გამოიწვიოს ამ ვირუსის წინააღმდეგ ეს ყელის კიბოს იწვევს ხო როგორც გამომწვევი გამოიწვიოს ანტისხეულების წარმოქმნა ყველაზე კაი პერიოდი არის 11-დან 14 წლამდე ამიტომ ორი გაკეთებაც საკმარისია ორი ვაქცინაცია ორჯერადი 15 წლის მერე უკვე სამჯერადია რადგან იმუნური სისტემა აქვე იცდება უკვე და უჭირს ანტისხეულების წარმოქმნა მაგრამ ამიტომ სამჯერადი ანუ იმ ორს ამტკიც აძლიერებს მესამე
ორ ვაქცინას. აუცილებლად ხალხო ამაზე ლაპარაკი არ იყოს. რამდენი ხანი გრძელდება ეს სრული კურსი? 6 თვიანი ინტერვალით, როცა ორთვიანია, ორჯერადია 14 წლამდე და 6 თვიანია ისევ პირველიდან მესამემდე 15 წლის ზემოთ, ანუ სულ 6 თვე. უბრალოდ გოგონებს ვეხვეწები, რომ ამ დროს დაიცავით კონტრაცეფციით თავი, რომ არ დაორსულდეთ, რადგან მაშინ ვერ გავაგრძელებთ დამთავრებას ვაქცინაციის და დავკარგავთ იმ ორსაც და რატომ უნდა დავკარგოთ და 6 თვე უნდა შთავი შევიკავოთ. თუ ვინიცობა უკვე პარტნიორი ყავს და ორსულობას ვაპირებ და დრო არ მაქვს, მაშინ აბსოლუტურად შეიძლება ძუძუთი ყვების დროს უვნებელი, ანუ რო ვიმშობიარებთ, მე ავიცრათ. აჰა, გასაგებია. და მაინტერესებს ეს ვაქცინა 45 წლამდე, ანა გაწყვეტინებ. 45 ისე ეს არის ჩემი მტკივნეული თემა, მე ისეთ პათოლოგიებს შევხვდი, აი ეხლა ხან 23 წლის და 27 წლის გოგოს დაჭირდა ყელის კონიზაცია, ანუ ყელის მოჭრა, ასე რომ თქვა თქვენ ენაზე, იმიტომ რომ შობელს ერთ-ერთ ბიოლოგიის მასწავლებელს უთქვი არაცრაო, მეორემაც არაცრა მშობელმა და ნუ მოკლედ და რაც თავარია ორივეს ყავდა თითო პარტნიორი. წარმოიდგინე მეუღლე რომ ერთს მეუღლე მეორეს მუდმივი პარტნიორი ნუ მეუღლე რა მნიშვნელობა აქვს რომისგან ბავშვი უნდათ ახლა საერთო ანუ ერთმა პარტნიორმა იმ ბიჭმაც რა იცოდა იკლავდნენ თავს ორივე ბიჭები იმიტომ ორივე პარტნიორი იმიტომ რომ არც ერთმა არ იცოდნენ ანუ მათ სხვა გადამდები არ არსებობს არა გამორიცხულია ანუ მათ მიიღეს მანამდე შემთხვევითი პარტნიორი თუ ყავდათ ქორწინებაში შევიდნენ თუ არა არიან წყნარად და მშვიდად მაგრამ უკვე ინფიცირებულები იყვნენ ორივე ეს პარტნიორი ამ გოგონების და გადასდეს უკვე ამ თავიანთ მეუღლეებს და წარმოიდგინე 16 და 18 ყველაზე ბოროტები რომლებიც არიან და ყველაზე მაღალი რისკის და ერთთან უკვე მოასწრო 23 წლიდან ახლა რა თქმა უნდა კონიზაცია გაუკეთეთ მაგრამ ისე რომ ყელი ნაწილობრივ მაინც შენარჩუნდეს რომ ამ ბავშვმა შეძლონ ორსულობა და მე ნელ-ნელა ჯერ ორსულობის დროსაც ჩექზე უნდა იყვნენ სუ დაკვირვებაზე და ის ყოველ 3 თვეში უკეთოთ ტესტები და ასე მე მშობიარობის მერეც ძალიან ხშირად უნდა იყოს შემოწმება. და ანუ 45 წლის მერე უკვე აზრი არ აქვს, აღარ იქ უკვე იმუნიტეტი ისეა დაქვეითებული, რომ აღარ ძალუც იმ ანტისხეულების წარმოქმნა. ნუ ძალიან თქვა 10 რა გაიგეთეს და სრული კურსი ჩაამთავრეს. ეს მთელი ცხოვრება მიყვება ეს იმუნიტეტი. სამიანი 9 კომპონენტიანი. კი ბატონო, მაგრამ ორ კომპონენტიანზე ეს არ იყო ესეთი მკაცრი მითითება. ხო, მე ხა რო ველაპარაკე ვისაც ეკუთვნის ეს ვაქცინაციის ცენტრებს უბრალოდ არ არის პირდაპირ მითითება მაგრამ ესე იგი გვირჩევენ რომ აუცილებლად ორი დამატებითი 9 კომპონენტიანი გაკეთდეს იმ 4-იანი ვისაც ხა ჩემი პაციენტებს თავიანთ შვილებს თითქმის 90% ვაქცინირებულია გოგონები და ამიტომ ვთხოვ ხოლმე მათ რომ მიუხედავად ცხოვრება დაწყებული აქვთ ის ორჯერადი 9-იანი დაამატონ. ხო, მისი ავადობა არის 0, აი არანაირი უკუჩვენება, არანაირი ქრონიკული დაავადება, არ არის უკუჩვენება, არანაირი პასუხს ვაგებ. ძალიან კარგი და ალბათ ყველა უნდა აიცრას. აუცილებლად ხალხო. კლიმაქსური პერიოდი, მენოპაუზა, ძალიან დიდი ცვლილებები ხდება ქალის ორგანიზმში, ძალიან დიდი დისკომფორტია. აი როგორ უნდა ვმართოთ ეს მედიკამენტებით, ცხოვრების წესით? ანუ ყვება, ძილი, ყველაფერი ერთად ანა, ცალკე არა და რო აინტერესებთ. აი ძალიან მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ. ხო, რო აინტერესებთ, მეკითხებიან ხოლმე, ეს არ არის მარტო ადვილად ეს რომ ჰორმონს დაგინიშნავ და ვაიმე მე ამდენ და დანამაც ვერ დავლებ, იქ იწერება უამრავი პოდკასტები იწერება, რაღაც rilsები, ვიღად ვისაც არ ეზარება, ყველა წერს, რომ ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება. ნუ გამორიცხულია ამ საკითხზე, რომ ქალმა მენოპაუზის პერიოდში არ მივიღოთ ოსტეოპოროზის პრევენციისთვის და სამკურნალოდ თუ გინდა ოსტეოპენიის D ვიტამინი და მაგნიუმი, აი სულ ელემენტარული. და თუნდაც ეს ძვლებისთვის, რა თქმა უნდა, როდესაც ესტრადიოლი იწყებს ვარდნას, ესტროგენის საკვერცხის აღარ გამოიმუშავებს და გამოიმუშავებს უფრო და სუსტ ჰორმონს, არა ესტრადიოლს, არამედ ესტრონს, შესაბამისად ის იგივე მოქმედებას ძვალზე ვერ ასრულებს, ძვალი ხდება უფრო მყიფე და მსხვერვადი, ხდება დიდი რაოდენობით მისგან კალციუმის გამოდევნა და შესაბამისად ადვილად ხდება მოტეხილობებიც, მენჯბარძაყის და ასე შემდეგ. განსაკუთრებით თუ ოჯახში
დედას, ბებიას ადრეულ ასაკში ქონდა მოტეხილობები, აუცილებლად დენსიტომეტრია, ანუ უმარტივესი პროცედურა, არანაირი დასხივება, ისეთი მინიმალურია ყველა. ძვლების მდგომარეობას იკვლევს დენსიტომეტრია უტყუარად უნდა ჩატარდეს უფრო ადრეული ასაკიდან, 45 წლიდან და არა 50 წლის რომ იხვალ და უკვე ოსტეოპენია გაქვს და პოროზი, ახლა იმის უკან დაბრუნება უფრო ძნელია თუ თავიდანვე რომ დავიჭიროთ სადარიგი, ხო? თან არანაირი დასხივება, აბსოლუტურად არანაირი უკუჩვენება და ამავე დროს და D ვიტამინის აუცილებლად ყოველდღიური მიღება. შესაბამისად, ახლა ისეთი ცხოვრება სად არის დღეს მსოფლიოში, საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ არის თუ არ ცხოვრობ, ახლა მართლა ისეთ ადგილას, მაგრამ იქაც კი საჭიროა უფრო შეიძლება დაბალი დოზებით D ვიტამინის, ვიდრე ვთქვათ ინგლისში და ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც ზე საერთოდ არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის დონა უკვე თქვენი გინეკოლოგი შეგირჩევთ, ან ნუტრიციოლოგი და ან ენდოკრინოლოგი აუცილებლად უნდა მოხდეს მაგნეზიუმი კიდე ერთ-ერთი დამხმარეა, რომელსაც კალციუმი რომ თავის ადგილას დადგეს და შეიწოვოს, ხელს უწყობს და მაგნიუმი. რაც შეეხება მაგნიუმი და D ვიტამინი, ომეგა უკვე ომეგაც სასურველია ყველაფრისთვის, თმისთვის, კანისთვის და მეცინება ომეგა საერთოდ არ ჭირდება ზოგიერთი რო იცახით, აი ორსულობის დროს მიიღეთ თევზი, ან საერთოდაც საკვებში გასაგებია, მაგრამ თევზი ომეგა 3 იმ თევზიდან მიიღება, რომელიც საოცარი სისუფთავის წყლებში მოძრაობს. აქ რაც თევზი იყიდება, აწერია კი არა, საერთოდ თავისი კვტილით არის თქვა, ხანდახან ძახი მკვდარი ის თევზი, რაზეა ლაპარაკი საერთოდ, ამიტომ შესაბამისად იქიდან ომეგა და კალმახი, სადაც ამ საკალმახეებში გაზრდილი მე არავის შეურწყობას არ ვეყანებ, შეიძლება ძალიან გემრიელა, ძალიან მიყვარს, მაგრამ ის ომეგა 3-ის ზუსტად ვიცი, რომ ომეგა 3-ს მომცემი ნამდვილად არ არის. ეს ერთი საკითხი, ამიტომ ომეგა 1000 მილიგრამი, 500-1000 42-53 წლის მერე პერიმენ აბსოლუტურად საკმარისია. D ვიტამინის და მაგნიუმის როგორც თქვი, აუცილებლად კარდიოლოგის კონსულტაცია ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰორმონალური თერაპია ჩანაცვლებითის გარეშე არც ერთი გორმონის ვიტამინი არ შეიწოვება და ოსტეოპოროზთან ბრძოლა წარმოუდგენელია ესტრადიოლის გარეშე. ჰორმონი რომ მივიღოთ, აუცილებლად თამბაქო გამორიცხულია. ყველა ჰორმონზე უნდა გამორიცხული, არ ვლაპარაკობ. შეუძლია პაციენტს არც მელაპარაკოს. ვინც მოდის, ნანახი აქვს ჩემი პოდკასტების და ბევრმა იცის კიდევაც გადამოცემითაც ერთმანეთს გადასცემენ და არ ვიცი ფორუმები აქვს თუ რაღაც იციან, რომ ეს ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. შევეცადოთ, რომ წონა არ გაგვექცეს, ცოტა ჭარბი წონა და BMI მაღალია, შევეცადოთ, რომ ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტად მივაქციოთ კვებას ყურადღება, რადგან ეს თავის მხრივ კიდე ისედაც ესტრადიოს ჩვენ ისეთი რაოდენობით ვერ ვიღებთ იმ ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიიდან, როგორცაც საკვერცხე გამოყოფდა. ანუ ჰორმონალური თერაპია აუცილებელია, თუ შეიძლება სულაც არ ჭირდებოდეს ხო ქალს? არ ვიცი, ხო საკვერცხე თუ არ გჭირდებათ, ეს თქვენი ანუ აუცილებელია. რა თქმა უნდა, მინიმალური დოზებით. მე ვერ გეტყვით, რომ იმ დოზით თქვენ შვილოსნობას აღიდგენთ და რაღაც, მაგრამ ის მინიმალური დოზა, რა ძვლებს, თმებს, კანს, გულსიზრახთა სისტემას, დიდი დოზებით უკვე ისეთებია შექმნილი, რომელიც მინიმალური დოზით შეიცავენ ამ ესტრადიოლს და მთავარი არის ძვლები ჩვენ ასაკში, ხო? რომ სხვისი დასახმარებლები არ გავხდეთ ცხოვრების მანძილზე და ჩვენი დამოუკიდებლობა დიდხანს შევინარჩუნოთ. მთელი არის გული, გულსიზრახთა სისტემა უმეტესად ტვინი, ისიც უკვე უდიდესი კვლევებია და უამრავი მასალა ამ საკითხზე, რომ ალცგეიმერი, როგორც ვიცით, ქალებში უფრო ხშირია და იმის ერთ-ერთი პრევენციაც არის ესტრადიოლი, მახსოვრობის, აი გაფანტული მაქვს, რომ მოდიან გონება, აი იცით რა არა, კლიმაქსი არა მაქვს, რომ მეტყვია ხომ ძალიან მეცინება. აი უბრალოდ გონება გაფანტული მაქვს, დილას ვერ ვიღვიძებ, ცუდად ავარ, არაფრის უნარი არა მაქვს. გონები ეს არის ყველა სხვადასხვა გამოვლინება აქვს, ხო? ერთად რო ეს ყველა ერთად იყოს, ეს ყველა ნიშანი, ხო? მაშინ სავალალოდ შეიძლება დაამთავროს ქალმა ეს ყველაფერი ერთობლიობა რო ერთად დაემართოს. B ვიტამინი? იცით რა არის? B ვიტამინი არაჩვეულებრივია, B12 და შემოწმების გარეშე ვერიდები ხოლმე დანიშნავს, ჯერ ერთი ვეკითხები, რომ თუ ვეგეტარიანელია აუცილებლად ან ვეგანია, რადგან საიდან მოდის B12? წითელი ხორციდან. წითელი ხორცი თუ არ უშუალოდ წითელი ხორცია მისი, მე მაგალითად ვეგეტარიანელი ვარ 19 წლიდან და ეს მიჩვეული ვარ ძალიან დიდი ხანია, 38 წლის ასაკში გავიგარე აქ ნუტრიციოლოგია ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ადამიანთან და აქ ევროპაში და
აი მაშინ მითხრა პირდაპირ თვეში ერთხელ ისა B12 ვიტამინი ვიკეთებ აი 38 წლიდან თვეში ერთხელ B12-ს და დეპოა და ყოფნის ავსებს პერიოდულად ვამოწმებ მე მაინც ყოფს ვიმოწმებ მაგრამ ისეთი სიხშირით არა B12-ს დიახ და რატო იცით ზოგიერთთან იწვევს ხოლმე აკნეს B12-ის მიღება? კი, ახალ ბავშვებში ძალიან ვერიდები თუ დანაკლისი არ არის და დეფიციტი რომ იქნებ პროდუქტით შეივსოს. თუ არა და თუ ვეგეტარიანელი, აი უფრო რაღაცნაირად რომ ისე გავაკეთო, რომ იმცეთი დოზა არ მივცე, რომელიც აკნეს იწვევს. კი, ორსულობის როცა მჭირდება ვეგეტარიანელ ორსულებში ან ვეგანებში, ხშირად მეუნებიან და მეუნები უნდა მოითვინოთ. თვეში ერთხელ აი ეს დეპო დოზას უკეთებთ, ორსულობის უკეთებ და ამიტომ რო ბალანსი დავიჭირო, აი 60-50-ზე დაბლა რო არ დამეცეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბედნიერება, აი ხალისი ცხოვრების ენერგია, ეს ყველაფერი B12 ძალიან ბევრ ამას განაპირობებს და თუ კლებისკენ მიდის, ნუ აი რაღაცნაირად ვავსებთ, აი ზოგს პერორალური უფრო მოწონ, ზოგს ნემს, აი როგორც რომ თან არ გავაფუჭოთ საქმე და ეს აკნეც რომ მე ეს მეორე პრობლემა წამოვიდეს წინ. ხო, ნაზარია რომ ძილი და ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მაგნიუმი, აი გლიცინატი, მაგრამ ძალიან კარგია ძილის თვალსაზრისითაც ციტრატი უფრო კუჭნაწლავის მოქმედებს სხვა მარილი არსებობს მაგნიუმის და იმის მიხედვით შეგვიძლია რომ თქვა ორი მაგნიუმი დილას გარკვეულ პერიოდში ციტრატით მივიღოთ რომ კუჭნაწლავის მოქმედება და საღამოს თქვა გლიცინატი და აი ესეთი რაღაცები, მაგრამ ამას უნდა სისტემაში მოყვანა ხო აუცილებლად და ეს ეხა მარტო ჩემი პოდკასტებიდან რომ დაждდეს ვიღაცამ დააკეთოს, რა ვიცი, არ უჩუსურვებ, მოვიდეს კონსულტაციაზე ჯობია რომ უფრო კარგად ჩამოუწერო ყველაფერი, ხო და განრიგი დაუწერო აუცილებლად მამოგრაფია, ჰორმონალურ თერაპიას მე ისე არ დავიწყებ, რომ ეხოსკოპია მკერდის და მამოგრაფია აუცილებლად. აი რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტარო სკრინინგი? 35 წლიდან მე აი თუ ჰორმონალურ თერაპიაზეც ხართ ხო მე გირჩევთ, რომ 35 წლიდან ეხოსკოპიები და თუ ოჯახში არის ან დეიდა ან ბები ახლონათ ეს არის აუცილებლად მკერდის სიმსივნეზე აუცილებლად ყოველ მიზეზს გარეშე გირჩევთ, რომ 35 წლიდან მამოგრაფია დაიწყო. აი რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტარო? უკვე ამას მამოლოგიც გვეტყვის და გვირჩევს როგორც ჯობია. თუ არაფერი არ არის, რამდენ ხანში ერთხელ რო ამავე დროს აი ძალიან თხოვ და ამ საკითხზე თქვათ თუ შენთან ვაჟღერებ პირველად ჯერ ამ ცალკეებ და უთმობ ალბათ გასტროენტეროლოგებთან ერთად 50 წლიდან აუცილებლად მნიშვნელოვანია ამასაკის ქალებში და კაცებში და ქალებში მე ხა უფრო ქალებთან მაქვს საქმე აუცილებლად კოლონოსკოპია ანუ აუცილებლად ხალხო ეს არის აი რომც არ ქონდეთ ოჯახური დატვირთული ანამნეზი ოჯახში მაინც ორ და თუ დატვირთულია ხო უფრო ადრეც მე პირადად სულ ვიკეთებ აუცილებლად ამაზე ჭკვიანურს თქვენ არაფერს არ აკეთებთ ხო მამოგრაფია კოლონოსკოპია აპტესტი ესეთი რომლის რისი საშუალებაც პრევენციის გვაქვს ჩვენ სიმსივნის ნუ დავკარგავთ ამას ხალხო საკვერცხის მარკერი CA125 ყოველ წელს ხო ის მარტო საკვერცხის არ არის მაგრამ ბევრ რაღაცაზე მიგვითითებს და თან არ ძვირი არ ჯდება და წელიწადში ერთხელ მენოპაუზის შემდეგაც უნდა გაიკეთოს ხალხმა აუცილებლად ხო რა თქმა უნდა განსაკუთრებით კი ბატონო და ასევე ახალგაზრდებში აი თუ სტიმულაციას ვიწყებთ ან თუ საოპერაციას რაიმე კისტის ან ისე რაიმე ოპერაციაზე გავყავს გინეკოლოგიურზე მაინც სასურველია წინ ჩატარებული იყოს ეს საკვერცხის კიბოს მარკერი CA125 მონი ეს არის არა მარტო საკვერცხის მაგრამ ნუ სასურველია წელიწადში ეს სისხლით კეთდება ხო როგორც ვიცი კი სისხლით და ფარისებრი ჯირკვლის რადგან ენდემური ზონა ვარ და აქ შესაბამისად ბევრია პათოლოგიები ახლა მარტო წინათვეს იყო იმდენი შემთხვევა ფარისებრი ჯირკვლის რომ მე არც სტიმულაციას არაფერს არ ვიწყებ შვილოსნობა აუცილებლად ორსულობის დაგეგმვამდე როგორც წესი ფარისებრი ჯირკვალი განსაკუთრებით აქაც თუ ოჯახურის არის უფრო ადრეც და თუ ოჯახური დატვირთვა არ არის ანამნეზში არა ოჯახიდან არა მაინც ნებისმიერი რაიმე პროცედურის წინ რომელსაც ჩვენ ვიწყებთ გინეკოლოგიურს აუცილებლად ფარისებრი ჯირკვლის ეხოსკოპია და მისი სტატუსი აი რა ხანგრძლივობა აქვს ამ შვილოსნობის აი ხა რაზეც ვისაუბრეთ აი დავიწყებ თქვა მკურნალობა გაყინული მეკვერცხუჯრედი რა ეტაპებს მოიცავს ეს ყველაფერი და რა ხანგრძლივობის არის
აი გადაწყვიტე შვილი გაჩენა თქვა. მე ხო არ ვიცი ხა თქვენ ზოგ შეიძლება ყველაფერი კარგად გქონდეს და მეორე თვესო მოგცეთ უფლება რა პრობლემაა. ანუ ეგრე პრობლემა არა გაქვს 10 რა გეკეთებული გაქვთ ყველაფერი მზად ხართ ყველაფრისთვის მენტალურადაც ვატყობ და არ ჭირდება ფსიქოლოგის დახმარება. ხა მე მყავს ასევე ჩემი ახლოვესი მეგობარი რომელმაც საფრანგეთში დაამთავრა გაიარა და დღეს საქართველოსშია კი ძალიან ძნელია მაგასთან მოხვედრა მაგრამ ჩემი გზები და იმები ვცდილობ რომ ყოველთვის როცა ვატყობ რომ ცოტა რაღაცა პრობლემა აქვს გარკვეული და მე შეიძლება ორსულობის დროს ამან უფრო მეტი გამიღრმავდეს ეს პრობლემები მირჩენია რომ კონსულტაცია მივიღოთ ნინას და მე გადავწყვიტოთ ორსულობა. ანუ არანაირ დიდ რომ ცოტა ხანი უნდა მოიცადო და უხსნის ის კარგად მე ისე ვერა უხსნი პაციენტს ხომ ხო არა ვარ ფსიქოლოგი და ფსიქიატრი რომ ის უხსნის რომ აი რატომ უნდა გადაიდო 3-4 თვე თქვა ნახევარი წელი რაღაცას აჩვევს რაღაცას ასწავლის რომ ის მზად იყოს ორსულობისთვის ორსულობა ჰოპ როგორც აქ საქართველოში ბევრს გონია ესე არ არის უდიდესი ძრა მიდის ანუ მე წინა ეხა დაიდება ის ჩვენი პოდკასტი მე და ზუია ტყიფიანი სადაც აბსოლუტურად ჩემი კარდიოლოგის რომ არის ზუსტად იგივე სიტუაცია ორსულობის დროს გამორთულია საკვერცხე როგორც კლიმაქსური პერიოდი. ხო, უდიდესი ძრა მიდის, წარმოიდგინე. გარდა იმისა, რომ საკვერცხე გამორთული გაქვს, ანუ კავშირშია კარდიოლოგიურ პრობლემებთანაც, ხო? აბსოლუტურად. და ამიტომ ეს ისეთი ჯაჭვია, რომ ესე ხოპ და მე ორსულობა მინდა დაუგეგმავი ძალიან ხშირად დღესაც ხდება საქართველოში. აი სახტატუჩები ხოლმე ამდენი ინფორმაცია უკვე არის, აი ესე მარტივად როგორ წყვიტა, იმიტომ რომ ახაცები უნდა გავთვალოთ წინასწარ იქ ყველაფერი ჰორმონალური სტატუსებით შემოწმდეს, ვირუსებით, ვიტამინების რაოდენობაც და ყველაფერი ხო წინასწარ რომ თუ გვინდა რომ ჯანმრთელ ნაყოფთან კონდეს საქმე ხო? ხო და ასევე ყველა უამრავი ფინანსურადაც უნდა გადახედოთ, რომ ძალიან რთული საქმეა, როგორიც არის უამრავი გენეტიკური ტესტები, თქვათ ნაყოფ 10 კვირაზე კეთდება გენეტიკური სტატუსის ნაყოფის შემოწმება, სისხლით უკვე ადრე რო იყო, თქვათ ამნიოცენტეზით, ანუ მუცლიან სითხის ამოღება შეცვალა 10 კვირაზე ვთქვათ და მარტივად ხდება სისხლით. წარმოგიდგენიათ, დედის სისხლში ჩვენ ხვდებით ნაყოფის იმას, რა ქვია, ვიგებთ კარგად ყოფნა არის, არ არის ჯანმრთელობას, გენეტიკურ სტატუს, სქეს, იმიტომ რომ სქესთან შეჭიდული დაავადებები ჩანს და რამდენამეს. ხო და ამიტომ ეს ყველაფერი ხა ესე არ ხდება რა. ყველაფერს ბიუჯეტსაც ყველაფერს უნდა გადახედოთ 21 საუკუნე ახლა ესე არ ხდება. ვითანხებთან არის დაკავშირებული ეს ყველა მე კი არ ვაშინებ ამ ხალხს, მაგრამ რაღაცა მომზადებულებიც უნდა ვიყოთ ამ ყველაფრისთვის, ხო? ფსიქოლოგიურადაც და მატერიალურადაც მარტო ახლა ძალიან კარგია ბევრი შვილი, ამაზე კარგი არაფერი არ არის, მაგრამ იმ ბავშვებს მე ისე მიდის ცხოვრება, რომ ყველაფერი სჭირდებათ. თუნდაც იმიტომ ხო აი ხა რამოდენიმე ხნის წინ კიდე მქონდა აი ყველაფერს მინდა რომ ჩავეტიო შენთან ეს არის რა ქვია ესე ფართო ისე არ მქონია ყველა თემას რო შევეხე ხა რამოდენიმე ხნის წინ მქონდა მაგალითად ერთ-ერთ მამაოსთან და მე მყავს ჩემი ბავშვობის მეგობარი რომელიც არაჩვეულებრივი და გენეტიკის საუკეთესო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული საზღვარგარეთ და არის უჭკვიანესი მამაო მე გადაწყვიტა უნიჭიერესი ყველაფერი გადასარევად ესმის მაგრამ ქონდა ჩვენ მე საუბარი ასევე ყოფილ ექიმია მეორე მამაოსთან რომელიც ეხლა ხან გავიცანი და აი რატო აკეთებთო ამ გენეტიკურ ტესტებსო ხო მე თქვენო მოშლას იმას შვებითო ახლა მე ძალით არავის არაფერს არ ვაძალებ უბრალოდ ეს მისი გათაცაცყვეტია ჩვენ ვალდებულები ვართ ექიმები მოთხარი ვიცოდეთ რას ველოდებით რომ თუნდაც იმ მიზნით რომ დაიბადება ის ნაყოფი მე როგორ დავეხმაროთ რა სახსრებთან არის იმიტომ რომ მაგი უთხარი აბა დღეს ესეთი დაფინანსებები არ არის თქვათ ხო როგორიც არის ვთქვათ უამრავი დაავადება არსებობს რომელსაც მე სჭირდება გინდათ მენტალური და გინდა ფიზიკური და გინდა იმითი ვიზუალური რომელსაც მე სჭირდება იმას კარგა ხნის თერაპიები ხო ის გარკვეულ სახსრებთან არის. ყველაფრისთვის ვდათ ხონდა იყოს ეს პაციენტი რა. არის სკოლა, ბაღი, მოიძიონ, როგორ ხდება რა, თუნდაც იბადება დაუნის სინდრომით. რას ის მე სულ არ ვფიქრობ, რომ ის მოსაშლელია, მაგრამ ის თავის გადასაწყვეტია, მისი არჩევანია. მან უნდა აიღოს თავის თავზე ცოდვა, მე რა შუაში ვარ. მე უბრალოდ ვალდებული ვარ, როგორც ექიმა, რომ მიუთითო. რომ აი თქვენ ელოდებით ამას. თუნდაც შემდეგ ეგეთი ბავშვის აღზრდა რამხელა ფინანსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მარტო დაბადება ხო არ არის? მერე ტრენინგი, განვითარება, სკოლა. ძალიან დიდი ფინანსები. მშობლები რო გარდაიცვალებენ ის ბავშვები სად რჩებიან, ვიღაცამ ხო უნდა მიხედოს, ხო? უამრავი დაავადება, რომელიც სჭირდება
უძვირესი მკურნალობები, ეხლაც ხედავთ რა ხდება დღეს, ნათელი აღარ გვინახა ყველაფერზე გადასვლა, მაგრამ ნუ ფაქტია, ხო? მე ვალდებული ვარ, არავის არაფერს არ ვურჩევ. მე არ მოუწოდებ უпростоრად მე ვურჩევ ეს ანალიზი გაიკეთოს, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდეთ, რას ველოდებით, რა მკურნალობა დავსახოთ, გეგმა, ყველაფერი, ხო? როგორც მენოპაუზაზე არ არის ესე ვეუბნები, თუ გინდა ჩულოსნობაზე, ვაიმე ვინერვიულებ. ინერვიულად ვეუბნებ, ჯობია ახლა ინერვიულოთ, რომ მე არ გაგიხდეთ სანანებლად, ხო? მენოპაუზაში ვაიმე ამას ვერ გავიკეთებ, ამ გედეთ იმ ეს ვერ გავიკეთებ, ონკომარკერებს, ძალიან ბევრია ესეთიც. ეს არის სირაქლემის პოზიცია. ხო, რომელიც საქართველოში ძალიან ხშირად ხვდებით, მაგრამ მე ძალიან მკაცრი ვარ. ვერ გაუძლო, მაგალითად იყო იმ დღეს პაციენტა, მითხრა რომ თქვენ ძალიან მკაცრა და უხეშად ამიხსენითო და არ მინდა თქვენთან სიარულიო. დიდი ბოდიშვით მე ვთხარი, შეგიძლიათ შევწყვიტოთ კონსულტაცია და გადაბრძანდეთ წახვიდეთ სხვა ექიმთან, ხო? იმიტომ რომ არ უნდა ის გააკეთოს, რომელიც გაუკეთებს უამრავი რაღაცის პრევენციას და მე რომ მართლა რაღაცა აღმოაჩნდეს და ვის დაბრალდება, რა თქმა უნდა, ექიმს. მეც ექიმს დავაბრალებდი. იმიტომ რომ ალტყვენ ვერ აგიხსენი მე შენ ისე რომ თქვენ ის ანალიზი გაგეკეთებინათ. სახელმწიფო არ აფინანსებს ამ ანალიზებს? უშვილობის არა. უშვილობის არა და პაპტესტი უფასოა პროგრამა, პაპტესტის სკრინინგი უმაგრესი და უკარგესი მკერდის, ფარისებრის, პაპტესტები, კონიზაცია, უამრავი რამეს აფინანსებს სახელმწიფო და ძალიან მადლობელი ვარ, საკმაოდ დიდი ხანია და ძალიან მედნიერი და მადლობელი ვარ, იმასაც არ იყენებს ზოგი. ხო, აი ეგ არის. უშვილობას ჯერჯერობით არ აფინანსებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომავალში აუცილებლად ამასაც გაითვალისწინებენ. ძალიან კაი საქმე. იმიტომ რომ გადაიჭრას ამ დემოგრაფიისადაც რა ცოტანი ვართ და ამიტომ ყველა ძალიან გვესაჭიროება ასეთი პროგრამები. ნამდვილად. ხო და მინდა რომ ძალიან ლამაზად და კარგად დაუბერდეთ, არ გქონდეს პრობლემა არც მოძრაობის, არც და არც არავის დასახმარებლები ვიყოთ. და სხვაც არ შევაწუხოთ. სხვა მაგას ვიძახი, სხვა ძალაუნებურად თქვენო სულ ვეუბნები ჩემი მამაჩემსაც და დედაჩემსაც. მე იმიტომ გივლით ესე და მინდა რომ ყოველ წელს ყველა გამოკვლევა გქონდეთ, რომ მეც წყნარად ვიყო და მეც არ დავიტანჯო და ჩემი შვილებიც. ამიტომ მინდა რომ თქვენ ყავდეთ დიდხანს ამი კარგად და მართლაც რო შეხედავთ, ორივე ჩემზე კარგად გამოიყურებიან, ასე რომ ძალიან კარგი. მინდა რომ თქვენც ყველა ესე კარგად იყო და მეც ესე კარგად როგორც ჩემი მშობლები. ძალიან კარგი. გეთანხმებით აბსოლუტურად. თათია, ტრადიციულად ჩვენი მსმენელისთვის თუ რამე გაქვთ სათქმელი, თუნდაც ეს ჩვენი გადაცემის არანაირ ფორმატში არ ჯდებოდეს, შეგიძლიათ მიმართოთ, შეგიძლიათ რამე რჩევა გითხრათ. ბატონო აი უკვე მე მენოპაუზის პერიოდის ვარ და შემიძლია რომ პირდაპირ ამ საკითხზე უფრო კარგად ვილაპარაკო და ვიძახი ხოლმე მყავს არმია ჩემი პაციენტების და ვიძახი რომ ეს არის ტუღუშის არმია, იმიტომ რომ ზუსტად ისევე არიან გაწვრთნილები ჯარისკაცები ვით, როგორც მე და ჩემი სტაფი. კი, ნამდვილად არმია ყავთ. ხო და სტაფი, რომლებიც სულ აი მეცინება ხოლმე სადმე რომ ვიგებ რაღაც და ხვდები რომ ის ზუსტად ჩემი პაციენტი იყო იქ. და სხვებსაც უხსნის ისე რომ გასაგებად, სხვათა შორის არაექიმებიც რაღაცებს, აი რა უნდა გაიკეთონ მაინც და ეს ხო იცი პაციენტს რო გადასცემს ტყუილი, ეგეთი რეკლამა არ არსებობს და ასევე საქართველოში მით უმეტეს ძალიან უყვართ მეზობლის და ერთმანეთის ამბების გაგება, რაც ახლა ევროპაში ესე არ არის, ხო? ყოველ წუთში არ შეგიკითხება არავინ, რომ რატო არ თხოვდები, რატო არ ორსულდები და ასეთი საოცარი კითხვები რო გვაქვს, ხო? მაგრამ ნუ რაღაცები მომწონს საქართველოში და მიყვარს ეს ჩემი ქართული მენტალობა და ემოციურობა, მაგრამ ბევრ რაღაცაში ხო და ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიყოთ ჯანმრთელად, ყველაფერი დავლიო და ვსვათ, რაც კი კარგია ვიტამინები, ყველაფერი ვიცხოვროთ ჯანმრთელად, შევეცადოთ რომ არ გაგვექცეს წონა და თუ გაგვექცა დავაბრუნოთ უკან და შევეცადოთ რომ ფიზიკური აქტივობებით, სწორი კვებით, რომ ესეც არ შეგვეშალოს ხელი იმაში და რაზე ყველაფერი იმისკენ მიმყავს, რომ შევძლოთ მოგზაურობა. დაუსრულებლად წელიწადში ერთხელ რო არ გავაკეთო აი ესეთი რაბედინება ანტიდეპრესანტი. ყველაზე მაგარი, არაფერი რო არ გჭირდება მაგის მერე და ალბათ თქვენ ამ საკითხში ხართ ჩემი კონკურენტი, რომ ვიძახი რომ ცოტა ხანში მინდა ამასთან ერთად გქონდეს ჩემი სააგენტო ეს სამოგზაურო თვითმფრინავში ვეძდები შვილები თუ მყავს მავიწყდება. აბსოლუტურად და უნდა იყოს აუცილებლად ისეთი ქვეყანა, რომელიც აი საკმაოდ ეხა ივლისში ვაპირებ ვიყავი მანამდე ბუტანში მოვიარე 1000-ნაირი ესეთი ქვეყნები და მათ შორის ახლა მივდივარ პერუში და აი ვიძახი რომ ამაზე დიდი სიამოვნება და ორსულებსაც პირველი თუ ყველაფერი კარგად მიდის უშვებთ ეგრევე ვეუბნები შეგიძლიათ თქვენ მზაკხართ გასაფრენად ხო ქმარები ყველა მეკითხება როგორ ფრენად შეიძლება
შეიძლება რა თქმა უნდა ავად კი არ არის შეუძლია ყველაზე დიდი ბედნიერება და ემოცია არის რა თქმა უნდა ხა თუ უწყობს ყველანაირი პირობა და ჯანმრთელობა ხელს და შეუძლიათ ახლა ჩემი პრაქტიკიდან მე-9 თვეში აღარ უშობია ხოლმე ისედაც აი რომ თვითონ და ყოველთვის ექიმის ცნობა უნდა ავიახაზები აუცილებლად მაგის ინგლისურად დაწერილი permission აუცილებლად და არის ყველა 34 კილოზე 35 და ისეთ ქვეყნებში მაინც ვეუბნები რომ აი სადაც დაბალგანვითარებულში აზიის ქვეყნებში შრი-ლანკა, ბალი, ესეთი მაინც მოერიდეთ. ევროპა კი ბატონო, კაი ზღვის სანაპიროები, კი ბატონო, იტალია, ყველაფერი შეგიძლიათ, ოღონდ მზეზეც ორსულმა, როგორც არაორსულმაც 11 საათამდე, 10-მდე გააჩნია და 5-ის მერე და ცურვა ჩვეულებრივად თუ კი შეუძლია ახლა მაშინ უნდა ისწავლის ახლა მაინდა-მაინც რამე არ დაიმართოს ორსულმა და თუ ცურავს, როგორც ცხოვრობ და ცოტა უფრო ნაკლებად მეტი დასვენების ჩართულობით გააკეთოს. მე როგორც ვიცი მე-9 თვეში ცურავ ახლა. რა თქმა უნდა, რა მე ვიძახი ახლა სამოგზაურო თორმიდის მეთქი და თუ ცურვა არ იცის, ახლა ნუ დაიწყებს ცურვის სწავლას. ყოველ შემთხვევაში მასეთებისთვისაც მაქვს წყლის აერობიკა. ხო? მაგაშიც ჩემი სტაფი მყავს და ჩემი ის, რომელსაც არაჩვეულებრივად ვენდობი და ის ამეცადინებს წყლის აერობიკაში. რა საინტერესო. თქვენ ცენტრში გაქვთ? არა, ცენტრში არა, მე ვოცნებობ და ვისურვებდი ესეთ ცენტრს, რომ ყველაფერი ერთად, მაგრამ ვერ ვეღირსებ. ხო, მაგრამ არა უშავს პატარა თბილისი არ საჭიროა. ყველგან ივლიან ძალიან ადვილია, ახლა არ არის ესეთი მანძილები და მასშტაბები, რომ ვერ წახვიდე. ასე რომ დადიან მშვენივრად, სადაც მიუთითებ და ვაბარებ ისეთ ტრენერებს და ისეთ მწვრთნელებს, რომლებმაც იციან და ესეთი მყავს ნამდვილად წყლის აერობიკის არაჩვეულებრივი. ძალიან კაი. თათია, უღრმესი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის და ძალიან დიდი მადლობა რომ ესტუმრეთ დღეს. თქვენ დიდი მადლობა მოწვევისთვის. კარგად ზანდებოდეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას. მადლობა. თქვენ კი ვიძგვეყურეთ და გვისმინეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. გევშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.